მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ რიგით მე-17 ეპიზოდს ჩემი მოტომოგზაურობა ევროპაში სერიებიდან. ეს ვიდეო იწყება ჯუჯა სახელმწიფო ანდორადან, კერძოდ კი სოფელ რანსოულიდან, სადაც მოტოციკლით ჩამოვედი ესპანეთიდან და სასტუმროში გავჩერდი ღამის გასდევად. გავიღვიძე ანდორაში. ეს რა ადგილია ზუსტად არ ვიცი, თუმცა როგორც მეთქე საქჩერდებიან ძირითადად ვისაც უყვარს სამთო-სათხილამურო კურორტი, ვინც რეალებს და ასე შემდეგ, აი სწორედ მათთვის არის ეს ადგილი. მე ვარ გაჩერებული აი ამ სასტუმროში. აი ესეთი ადგილია. ეხლა ვფიქრობ დრონი აუშვა. საინტერესო იქნება ზევიდან გადავიღებ ამ ადგილს. მეორე მხარეს შევნიშნე რომ არის წყარო. ვიკითხე ის მეუდა თუ არა ეს წყალი და მითხრეს რომ კი კარგი წყალიაო. ევროპაში წყალი საერთოდ არ მომწონს. ის იოსებული ეს მართლა კარგი წყალია. წყალი ავავსე. ეხლა უკვე მზად ვარ, გზა გავაგზელო. საუზმობით აღარ მისაუზმეა, ორი ვაშლი მქონა გუშინ რაც ვიყიდე, ის ვაშლი ვჭამე და ვფიქრობ სავსებით საკმარისია. საუზმისთვის ეხლა დაუტოვებ ბარათს. და დავტოვებ სასტუმროს. So, I'm leaving. Which room number do you have? 506. დავტოვებ ნომერს, ოთვარიელებ ეხლა მე არ დამრჩეს. ყველაფერი ავიღე ჩემი ნივთებიდან თუ არა. და რომ მე ეს ყოველთვის ეს ფიქრი გზაში მოსვენებას ამაძლევს ხოლმე, რამე ხუა დამრჩა, რამე ხუა დავდე იქ სადმე და ასე შემდეგ, გონი არაფერი არსად. კარგი იყო გუშინ ადრე რომ მოვედი. იმდენი საქმე მქონდა კომპიუტერითაც და ისეც. ეს ამდენი საქმეები მოვასწარე. გავაკეთე, კიდევ დავჯავშნე 2 დღის მარშრუტი. ანუ დღესაც ჩერდები, ამაზე დროს აღარ დავკარგავ, ვიცი ზუსტად და ხვალსაც ჩერდები, ესეც ვიცი. აი ეს კარგი ამბებია. დავამაგრებ მოტოციკლზე დარჩენილ ნივთებს ჩავაწყობ. და მზად ვარ წასასვლელად. 5 minutes later. ესეც ესე უკვე მზად ვარ გასამგზავრებლად. 9-ზე ადრე მაინც ვერ მოახერხე გასვლა, თუმცა წინა დღეებს თუ გავითვალისწინებთ, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ვიმგზავრები, იმედი არაფერი არ დამრჩა, ყოველდღიურად ეს მაქვს საფიქრალი, როცა რამე ადგილს ვტოვებ. 9 საათზე ვტოვებ, როგორც გითხარით, აქაურობას. და გასავლელი მაქვს 578 კილომეტრი და ვფიქრობ რომ 600-იც, იმიტომ რომ გზაში გადახურვებს ვაპირებ რამდენიმე ადგილზე. დღევანდელ გეგმებზე გეტყვით, მოკლედ მივდივარ საფრანგეთში, პროვანსის რეგიონში. პროვანსი ძალიან საინტერესო რეგიონია საფრანგეთის, აი ძალიან საინტერესო. ეხლა მithumetes ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში მიმდინარეობს იქ ლავანდის ყვავილობა და ბევრი ტურისტი ჩადის. ერთ მიზეზი ესე იგი არის ლავანდა
მისი ყვავილობა თურქეთში ნახე ლავანდის მინდვრები ისპარტას რეგიონში და ძალიან შთამბეჭდავია და ძალიან მომეწონა. მინდა აი აქაც ვნახო ლავანდის პლანტაციები. მეორე მიზეზი, რატომ მინდა ამ რეგიონის ნახვა, არის წერალი ალფონს დოდე და მახსოვს რომ ბავშვობაში ვიდიოდი ბებია ჩემთან მატარებლით, ალბათ 12-13 წლის ვიქნებოდი, უფრო 13 წლის მახსოვს ეს პერიოდი და გზაში ვიყიდე წიგნი წერილები ჩემი წისქვილიდან და ტარტარენ ტარასკონელი იყო ერთად. ტარტარენ ტარასკონელი დიდად არ დამევასა, სიმართლეს გეტყვით, უანი ბოლომდე არ წავიკითხე, მაგრამ წერილები ჩემი წისქვილიდან დღემდე მახსოვს, რომ დიდი გატაცებით ვკითხულობდი, ძალიან მომეწონა. იქ სწორედ ხდება მოქმედება პროვანსის რეგიონში და აი აქედან დავამახსოვრდა. მაშინ არც მიფიქრია, რომ ერთ დღეს აი ამ რეგიონში წავიდოდი მოტოციკლით და მას დავათვალიერებთ. მაგრამ აი ესეთია ცხოვრება, რაღაცეები იცვლება, რაღაცეები ხდება. მესამე მიზეზი არის ჩემი ფავორიტი ფილმი. ყოველ შემთხვევაში თავის ჟანრში შეიძლება ნომერი 1 იყოს ჩემთვის. ეს არის ფილმი კარგი წელიწადი A Good Year. რიდლი სკოტის ფილმია. მთავარ როლს თამაშობს რასელ კროუ. ბევრს ნანახი გექნებათ ალბათ. და აი ეს ამ ფილმის სიუჟეტი, მოქმედება, ყველაფერი ხდება ასევე პროვანსში და ძალიან საინტერესო ფილმია, შეგიყვარდებათ იქაურობა, ძალიან მოგეწონებათ. პირადად აი ამან კიდევ განმიახლა იმის სურვილი, რომ მენახა ეს ადგილი. ეხლა ჩემი მიზანი რა არის? ჩემი მიზანია, რომ ვნახო ის ადგილები, სადაც ხდებოდა ფილმის გადაღება. ის კაფე, სადაც თუ გაქვთ ნანახი მთავარ როლშია ასევე გოგონა, ფილმში მას ფანი ქვია. მიმტანად მუშაობს ერთ-ერთ კაფეში, აი ამ კაფის ნახვა მინდა, ასევე იმ სახლის ნახვა, სადაც მთავარი მოქმედება ხდება. თუ არ ვწდები, ეს ყოფილა სასტუმრო დე ფრანსი, ზუსტად არ ვიცი, მე გადავხედავ ინფორმაციას, როდესაც საფრანგეთში ვიქნები და წავალ იმ ადგილების სანახავად და მოვინახულებ ამ ყველაფერს. აი ესეთი ამბავია და ასევე პროვანსის რეგიონში ერთ-ერთ ადგილზე, სადაც ყველაზე ხელმისაწვდომი იყო 32 ევროდ დავჯავშნე ოთახი სახლში. აი ესეთი ამბებია. მეგობრებო, ჩემი გეგმები გაგაცანით, ჩემი გეგმები იცით. ეხლა დროა გზას ვივხედო, საკმაოდ გრძელი გზაა, ნავიგატორის თანახმად 10 საათი დამჭირდება. ამ 10 საათს დავამატოთ კიდევ გზაში გაჩერება, რაღაცის დათვალიერება, სადილი, რა ვიცი, ვახშამი და გამოდის რომ თითქმის დრო არ მქონია. შვენიერი დილა, აქამდე რატო ვერ ვიყენებდი დილას? ჩემ თავზე ვბრაზდები, ყველაზე კარგი დროა. შვენიერია, მზე ამოდის, არცხელა ძალიან, გრილა და ერთი სიამოვნებაა და შუადღით რო გადიხარ, ეს დიდი პრობლემაა. სამწუხაროა, რომ აქ არ ამოვედი და აქედან არა უშვი დრონი, არასწორი ადგილი შევარჩიე დრონის ასაშვებად. რაც უფრო მაღალ ადგილზე აუშვებდი დრონს, მით უკეთესი იქნებოდა. ცივინია ვიუბერავ, შემცივი და მიუხედავად იმისა, რომ თერმული ზედამაცვია და საზაფხულო ქურთუკი მაინც მცივა. ბევრი არაფერი არ მაქვს გავლილი მას შემდეგ, რაც ბოლოს გადავავსე საწვავის საოზე 100 კილომეტრამდე, მაგრამ მაინც გადავავსებ, რადგან აქ იაფია. და ისე გადავალ საფრანგეთში, სადაც სულმცირე 30 ცენტით ძვირიერება, ეს სულმცირე. გუშინ არ გათიშა პისტოლეტმა ავტომატურად და საწვავი დავუვარე. 4 ლიტრი დაიმატა 100 კილომეტრზე. ვაგრძელებ გზას. სავსე ავზე გვაქვს. დაახლოებით 300 კილომეტრს რომ დავფარავ, მერე გადავავსებ კიდევ. აი აქედან იწყება სერპანტინი
უღელტეხილი ყველა მოტოციკლისტის გაოცნებო გზა. მე პირადად ესეთი გზები მიყვარს, თუმცა აი სადაც ძალიან დიდი მოხვევის კუთხეა, ეს მაინც და მაინც არ არის სასიამოვნო. ამ სერპანტინული გზის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთიანი რაიდის შემდეგ მივაღწია მის ყველაზე მაღალ წერტილს ზღვის დონიდან 2408 მეტრზე, სადაც ცოტა ხნით გავჩერდი სურათების გადასაღებად. როგორც შემდეგში გავიგე, ეს ყოფილა ანდორის ყველაზე მაღალი უღელტეხილი და მისი სახელია პორტ დენვალირა. მეგობრებო, გადავიღე სურათები. აი აქ გავიცანი ეს ადამიანი, რომელიც მოგზაურობს ზონტესის სკუტერით, ანდორელია ადგილობრივი ჟულიენი. ამ დამავიწყდა მე თქვა, აი აქ დავტოვე ჩემი სტიკერი მოტომოგზაურის. აქ და აი აქ. როა გავაგზავნო მოგზაურობა. Bye. Have a nice trip. გრძელდება ჩემი მოგზაურობა. ჩამოვდივარ ამ უღელტეხილზე ნელ-ნელა. ვაი, აქ ცხენები არიან. ცხენების ჯოგი. რა საინტერესოა, ვის ეკუთვნის ნეტა და რატომ არიან აქ? ფაქტიურად აქსელერატორის გახსნა არ არის საჭირო, თავის მოდის მოტოციკლი. ულამაზესი აქაურობა, ქართულად ესა ითქმის, რომ ხასხასამწვანეა, ინგლისურად ალბათ lush green. ალბათ ეს შესაძლოა იქნებოდა ყველაზე სწორი. აი როგორც მივხვდი, აქ თავდება ანდორა და გადავდივარ საფრანგეთში. აი ესეთ სიმბოლურია მეგობრებო საზღვრები აქ. ისე გადადიხარ ერთი ადგილიდან მეორეზე, რომ არ გჭირდება ფაქტიურად არაფერი. აი ხლა ვტოვებ ანდორას და უკვე ტექნიკურად შეიძლება ითქვას, რომ გადავდივარ საფრანგეთში. არ არის გამორიცხული, ახლა აქ იყოს მცირე ნეიტრალური ტერიტორია და შემდეგ იყოს კიდევ ერთი ესეთი გამშვები პუნქტი აღნიშნა. საფრანგეთის მხრიდან აქეთ არის რიგი. ნახეთ როგორი საცოვია. საინტერესოა, რით არის განპირობებული, შეიძლება საფრანგეთის მხრიდან ამოწმებენ მანქანებს. აი ამ ახსნა არ მაქვს. არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ საფრანგეთის მხრიდან მომავალი მანქანები დგანან რიგში. ანდორიდან კი ყოველგვარი პრობლემის გარეშე გამოვიარე.
ჩამოვედი ამ უღელტეხილიდან, არაფერი არ მოდის, შეიძლება გადასვლა ტულუზი, აი აქეთ ჩემი მართულებაა ტულუზისკენ რაღაც პერიოდი გავივლით. გზას ტულუზისკენ და შემდეგ უკვე გადავუხვევ პროვანსისკენ. ისეთი დიდი სხვაობა ტემპერატურაში გზევით რაც იყო და აქ რაც არის, რომ ეს კონტრასტი ეგრევე ვიგრძენი, გრიჰაერზე რაიდი უფრო საინტერესოა, უფრო გასწორებდა. ხის ხანდაკებები. ბაიკერი კიდევ. აი გზის ნაპირებს ასუფთავებენ, იბავენ გზის ნაპირებს, აღამაზებენ. ბალახს სასიამოვნო სურნელი წამოვიდა, ახალი გათვლით. საკმაოდ ლამაზი ხეობა, მე მომწონს აქაურობა. ერთი ეხლა რაც მაწუხებს არის წნევის ცვალებადობის შედეგად ყურებში დაგუბება. ნორმალურად არ მესმის და ამავდროულად თავი ამტკივდა. ეს ყოველთვის ხდება, როცა წნევა იცვლება სერიოზულად, დიდი სხვაობით. თვითმფრინავში ყოველთვის ესე მემართება ფრენის შემდეგ. ეს ნორმალური გამოვლენა, არაფერი ისეთი ამაში არ არის. უბრალოდ მე ეს დიდად არ მიყვარს, ალბათ არც რავის არ უყვარს. შემოვედი რაღაც სოფელში, ამ სოფელშიც ისევე როგორც სხვა სოფლებში მიდის ახლა თიბის სეზონი. აი, ხედავთ, დაპრესილი აქვს ბალახი, ულაგიათ ესე. ეჯობია გავაგზელო, გადაადგილება არ გავჩერდე რესტორანში, 12-ის მერე დაწყება ძალიან მაგრად და ჯობია უკვე აი სიცხეში გავჩერდე შესვენების გასაკეთებლად. ეხლა არის დაახლოებით 11 საათი. ძალიან ცოტა მოხს გამოვლილი, 56 კილომეტრი მას შემდეგ რაც საწვავი გადავაქვს. საერთოდ არაფერი. ალბათ დაახლოებით სულ დილიდან გამოვლილი მაქვს 70 კილომეტრი მაქსიმუმ. შეიძლება არც. ეგ არაფერი არ არის საერთოდ არ. ეხლა შემოვედით ტარასკონა რიეჯესთან, ტულუზი აქეთ. საინტერესოა ეხლა ეს ის ტარასკონია, ტარტარიანი საიდანაც იყო თუ ეს სხვა არის და კიდევ არის სხვა. და დაუგუგლო მერე გავეცნო ამ ამბავს. ნაწილობრივ დავიღალე რატომღაც აი ამ 80 კილომეტრს გამოვლისას, რამ დამღალა არ ვიცი. ძილიც არ მეყო თითქოს. მოტოციკლები არიან გაჩერებულები. ალბათ რაიმე ცნობილი კაფე იყო. მე ხელმარჯვნივ უნდა წავიდე. ეხლა ხვდები რომ მხოლოდ მეორე ხარისხოვანი გზებით გამიჭირდება ამ მანძილის გავლა. სავარაუდოდ თუ არის სადმე ავტობანზეც უნდა გავიდე 200 კილომეტრამდე მაინც რომ ავტობანით შევიმოკლო ცუდი არ იქნებოდა. ლამაზი კათედრალია, ლამაზი ტაძარია ნამდვილად. მინდა რომ დრონი აუშვო ეს სტატიზე, მაგრამ დრონში რო ვიწვევი ეგ არის პრობლემა. ულამაზესი ადგილია. ულამაზესი ადგილი. აი აქაც ერთი კაფეა. სადაც პრინციპში შეიძლებოდა საუზმოვა. მართლა ლამაზი ადგილია. აქ ვარ გავაჩერო სასაუზმოდ.
ეს პატარა ქალაქი იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე მოტოციკლი მომებრუნებინა და იმ კაფეში შევსულიყავი სასაუზმად, რომელსაც 2 წუთის წინ გვერდით ჩაუვარე. თავარ მიზანს კი მაინც არა საუზმე, არამედ დრონის აფრენა და ლამაზი კადრების გადაღება წარმოადგენდა. მეგობრებო, აი ესეთ კაფეში გავჩერდი. დასტურონდა კაფეა, მოტო აქ გავაჩერე სპეციალურად, იქიდან გამომდინარე, რომ ხედველობის არეში იყოს, ეს ბევრჯერ ავხსენი უკვე. რატოა ეს მნიშვნელოვანი ჩემთვის, უფრო წყნარად ვარ, მშვიდად ვარ, არ მეშინია რომ რამეს მომპარავენ. ამ კაფეში ვეკითხებოდი ტრადიციული რა გაქვთქო, მითხეს რომ ბევრი ესპანური კერძი გვაქვსო, კატალანურიო და ასე შემდეგ. ეხლა რადგან საფრანგეთში ვარ, უფრო ფრანგული მაინტერესებს. რა თქმა უნდა, კრუასანი აღმოაჩნდათ, რო არ ქონოდა ძალიან გამიკვირდებოდა. გული არ მithმეს, დრონი რომ არ ავაფრინო. ისე რაღაცნაირად მომხვდა ეს ადგილი. მომეწონა, სიმართლეს გეტყვით. ამასობაში ჩემი საუზმეც მოიტანეს ყავა, კრუასანი და პორტოხლის წვენი. მეგობრებო, გადავხედე მენიუს. მინდოდა შემწვარი კამემბერის შეკვეთა, სულ მაინტერესებდა, მე ძალიან მიყვარს შემწვარი ყველი. ზოგადად, მაგრამ აღმოჩნდა რომ 12 საათამდე სამზარეულო არ იხსნება. ესეთ რამეს ხშირად წააწყლებ ევროპაში, რომ ან 12-ზე იხსნებიან, სამზარეულოს ხსნიან 12-ზე, ან 7-ზე მერე საღამოს და ვერ დავადგინე ამათ სამუშაო გრაფიკი. ეს ყველი მე გუში რო ვიყიდე ის ყველია, ვთხოვე მაშინ თუ სამზარეულო არ იხსნება, თქო ჩემ ყველს მაინც ავიღებ, ხო და არ არის პრობლემაო, ამაზე უარი არ ვთქვამთ. ასე რომ საუზმეზე მერე მალე რო არ მომიწევს გაჩერება, ჯობია ცოტა ნორმალურად ჭამო. ყავა გემრიელია სხვათა შორის. რა მინდოდა მეთქვა, მოგზაურობის ერთ-ერთი სიგრძე არის სწორედ ეს, რომ სადღაც გზად გაჩერდე რაღაც გასინჯო ადგილობრივი, ნახო ადგილობრივები როგორც წედან კაფეში. ეხლა ამ პატარა ქალაქში როცა გავჩერდი, ზუსტად აი ეს მომენტია, როცა სიამოვნებას იღებ მოგზაურობისგან. ჩემთვის ეხლა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ დროში ცოტა ვიწვევი, ცოტა კი არა კარგად ვიწვევი. ამას ვაანალიზებ, მაინც არ ვიფუჭებ განწყობას და გეგმას მივყვები. თუმცა ეს გეგმა ეხლა დღეში მინიმუმ 500 კილომეტრს გავლა, ნაკლები არ გამოდის არანაირად. და სორა საუბრობ, პატარა შესვენება მეცინება, რომ ჯერ 11 საათამდე მხოლოდ 85 კილომეტრი გავიარე. ტოვებ ამ ადგილს, მეგობრებო, როგორც წინა ვიდეოებში საუბრობდი, როგორც წესი, თითო დღეს თითო სერიად ვამონტაჟებ. მაგრამ ამ დღის სიდიდიდან გამომდინარე, გადავწყვეტე ეს სერია სწორედ აქ დავასრულო. შემდეგი ეპიზოდი კი გვირდებით, რომ იქნება ძალიან საინტერესო და მასში იხილავთ გზას პროვანსამდე. Love has gone, words you said broke the rules of natural law.
God gave to us. Everything mocht on it. You've gone, your love is still gravitating me, still gravitating me. Lies in words, lies in eyes, lies in your rotten soul. You always lie to me. When you hear there's something wrong inside of me.